როგორც ყოველთვის მოგესალმებით ასეთი სახითო დილამშვიდობისა საქართველოს დილამშვიდობისა ჯანმრთელობა უმცეს უპირველეს ყოვლისა სულელას დივიდა უნდა იყოს ხოძე ადამიანი და ხალისზე გვაქვს ბული ობიექტი მეგონი აი არსებული მოგებული ფართით ბევრი მიხდება ხო არ არის უნდა შევიკუთავე დამსახურება ჩემი ესენი სად იქნებოდა და ეს იქნებოდა საერთოდ ჩაბარებული ისტორია ზამად ვიცემოno 1 2 და შვენიერი სათავსო კიდე გამოგვივიდა შემოვიდეთ ისე არსებულ ფარჩი და გვექნება უკვე სატექნიკო დეტალიზაციაზე გვახსოვს ხო აი ეს ნეპროფესია არის საკვები იქითაა საკანალიზაციო ჭები ეწოდებული სემთექი ბიოლოგიური გამწმენდი გვექნება უფრო სწორად აი ეს სველი წერტილი კი ბატონო აქ ხელსაბანი იქნება არა და აქ ცდილობდი ყოფილიყო საკვები და ამისთვის რამის კიდე ჯერ ვიძახე რომ ძალიან გული დავწყარო აქ საკვები არა საკვების იყო შვენიერი ადგილი სარეცხი მანქანა საშრობი რა თქმა უნდა რადიატორი და აქაც გვახსოვს ხო აი ჩვენი ნეპროფესი მილები აი კანალიზაციის მილები აი ზუსტად არსებულ შახტაში არის დაბალობების გვაქვს უკვე ხო აი ეს მინი ეწოდებული ჩვენი სათავსო არის ჯერჯერობით ეს არის სველი წერტილი ინსტალაცია უნიტაზის ჰიგიენდუშ ხელსაბანი ეს მინიატურული მინი არის პირველ სართულზე გვაქვს ამასობაში აი ეს რა გამიჯნული გვახსოვს ხო აქ ატაკის გათხოვა უკვე სამი დანადგარი 1 2 3 მოხსენე ახლა ამ ეტაპზე იმდინარეობს მოპირკეთება და ავეჯის მოწყობა აქაც ხო ჩვენს მიერ მტკაველა არის მოგებული პრინციპში ყველაფერი მაგრამ მტკაველა იქ როგორც სიტყვია და გამოვიდა ერთი ხელი ხო რატომაც არა ეს კანალიზაციის მაგას გვასოს ხო ასე არის პრინციპში შესული და მოგებული ადგილი ქვია ამას სარეცხი ჭუჭრის სარეცხი სტაციონარი ჭუჭრის სარეცხი და ჭუჭრის სარეცხი ისედაც ხო ამას ქვია და აი ეს სველი წერტილი და სექტორული ვენტილები გვასოს ხო ცივი ცხელი აქაც რაღაცა საკუჭნაოს პონტი იქნება პონტი პონტოში მოვალე ხლა კახა და იქით ერთი კიდე სველი წერტილი პირველ სართულზე გვახსოვს ხო აქაც იატაკის გათხოვა ესე ჩემს მიერ მოგებული უნდა შევიკუთავი აქ რადიატორი რატომაც არა იმიტომ რომ გამავალი კარები არის აქ რადიატორი უკვე აქ არ მოვინდომეთ ვინაიდან არის პარკეტი სველი წერტილი საშხაპე ზონა აქ ჩვენიერი დიალოგად ნოში გასწორებული აი უკვე მიმდინარეობს ეს არსებული პროცესი ხელსაბანი ინსტალაცია ჰიგიენდუში ვენტილაცია არ გავიწყდება არასოდეს ხო ორი სრულებას ვენტილირებადი ხო ამას ქვია პრინციპში ფიზიკური ვენტილირება და ეწოდებული უკვე ვენუსლენი ხო სადაც პრინციპში უკვე ხდება ეწოდებული გამწვავა ვენტილატორით გაწოვა მეორე სართული სატექნიკური ფურნიტურის გათვალისწინება სხვათაშორის აუცილებელი ოფიციერია და არის განსაკუთრებული მიმართულება ამაში არავის არ გიგონოს მოდი ამას მე დავამონტაჟებ და ამას რა უნდა და იმას რა უნდა ყველაფერს უნდა ჯერჯერობით აი ეს ხელები უნდა მუშაობდეს ტვინის ზღვარზე აქაც გვახსოვს ერთი რადიატორი მეორე რადიატორი რადგანაც არა დამაზემრადრონის სისტემა ჩემი საყვარელი სისტემა სველი წერტილი ამას ვარში ატაკის გათხოვა გვაქვს უნიბუქს მართლა რაც ნიშნავს იმას ეს უკვე გაჩვენეთ მან კოლექტორზე გაერთიანებული არის რადიატორებთან და რადიატორების კონტურზე უფროსად პრინციპში და ტემპერატურას ვარეგულირებთ არსებული ეწოდებული უნიბუქსის მეშვეობით ეწოდებული შეზღუდვა უკუსლის ხელსაბანი სტანდარტულად ინსტალაცია ჰიგიენ საშხაპე ზონა ხო ეს არის რაღაცა მე მგონი მე ამის ხო ყველასთვის გემოვნება რა არის სპალერის უზრდელებში ცოტა არ იყოს ახალი მიმართულებაა ეხლა ფეშენ მიმართულება ხელსაბანი იგივენაირად ტრაპი ხო ჩემპიონური გვასოს ხო ის არ უნდა ჩადის მაგრამ ის არის ინსტალაციის ქვემოთ გვექნება რა თქმა უნდა პრინციპში თავის თავად ცხადია საშხაპე ზონა აქაც ეწოდებული უნიბოქსი კონტროლირება ფუსურად უფუსლის რადიატორები 1 კლასიკურად 2 განათავისუფლება იმუშაოს ახლა არსებულმა სისტემამ არის ერთიც კაპიტაზე კონტროლებსაც ნახავთ ახლა საკვებს დავიწყეთ პროცესში ჩვენ ჯერჯერობით პროცესში შემოსული არის და მე ეს იქნება უკვე ამ დაბოლოებების პროცესში უკვე დაბოლოება იქნება ეს აი ეს ამბები ხო რადიატორების დაბოლოება თავის ადგილას კუთვნილ ადგილებზე უფრო სწორად 1 2 ხო და აი კოლექტორები ესე ჩვენივად მოვათავსეთ ხო
ამასობაში არ ჩანს, მაგრამ ამასობაში ის არის, აი გაერთიანებული ამას ქვია, ხო, აკვირდებით. სადაც რატამეტრები არის, ხარჯმზომები გეწოდებული თქვენ ენაზე ეს არის იატაკის გათოვების კონტურები, მაგრამ გაერთიანებული რადიატორებზე. შეიძლება, კი, შეიძლება, ორი ვარიანტია. ან ეგეწოდებული TSG თავაკებით, უკვე უშუალოდ აქ ენარეგულირდება ტემპერატურა წყლის, უკვე მომატარებლის, მაგრამ უნიბოქსი აკონტროლებს შენით უკვე სივრცეში ტემპერატურას, ის მუშაობს, ესეც მუშაობს. არჩევანი ყოველთვის თქვენია. ეს ყველაზე დიდი სააბაზანო, აქ იქნება სტაციონარული დასადები ვანა, აი ესე იქნება კონსოლებით, აი გამზადებული არის კანალიზაციას ეს ჩვენის მიმართულება იქნება, აი აქ იქნება ეგეწოდებული უკვე სარტყელი, ეგეწოდებული დეკორატიული შემრევი. ამასობაში საშყაპე ზონა, ანუ საშყაპე ზონაც იქნება, დასადები ვანას იქნება, ხელსაბანის იქნება, ინსტალაციას იქნება, ჰიგიენდუშის იქნება და ამასობაში მართვა ტემპერატურისაც K იქნება. ასეთი მიმართულებით ნელა მივდივართ ხო, როგორც ყოველთვის. ნელი დინჯი ნაბიჯებით, მაგრამ თამამი ნაბიჯებით. ყველგან ვეცოდოთ არსებული მიმართულებას, ვინაიდან თამამი ნაბიჯებით ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ენაზე დაბოლოება ყოველთვის ლოგიკური იქნება. Თქვენაზე კიდე გაითვალისწინეთ ის, რომ სატექნიკური მიმართულება არის კომპლექსური ყოველთვის, აი როცა კითხულობთ ხოლმე. უმეტესობას ამასობაში პოსტერზე ამას ვაკვირდები და არის არაფრის მოცემი არაა და მეწმუნეთ ეს არის სრული ფიქცია, ვინაიდან როცა კითხვა ისმის ხოლმე წერტის რამდენად ამონტაჟებთ, ხო? ჩემი კაი ტერმინოლოგია არის, წერტილი არის მოთხრობაში. ჩვენთან არის პროექტის შესაბამისად, იმიტომ რომ პროექტის ძალიან დიდი განხრები აქვს, ხო? ძალიან ბევრი მიმართულება არის, ამიტომ პროექტის, როგორც ყოველთვის შესაბამისად. ეხლა კიდე გიჩვენებთ საქმეების დაწყების სტატუსს, ვინაიდან ყოველთვის ხედავთ ხოლმე თქვენ პრინციპში დამთავრებულ სახეს, ამასობაში დავიწყოთ და დავამთავრებთ როგორც ყოველთვის და დაწყებით პროცესებსაც პრინციპში იხილავთ, ჩავალთ ხანეროს საქმეებში. შედუღების პროცესის, აი ეს ნახეთ, შედუღება device 1 2 3 4 5 და 6 სტიკი უნდა შევადოთ. კაი ბიჭები ვიქნებით. ამასობაში ეს პირველი შედუღებული. ამასობაში ეს პირველი უნდა შევადოთ, ეს მეორე ეს ზემოთ ამის თავს. აბა, ნახოთ. გამომიო. რა მაგარია. გავაჩვიდა. საქმე 1 2 კიდე შეგვიძლია ესეთი ამას ქვია დაგონკა გაცხელებულზე წვეთ შეკრავს ჩვენი საბამისად საბოლოო ჟამს გამოდის ეგეთი სტიკები ხო რა კაია ხო სამუშაო პროცესებში აგერ ბატონო ხო რაღაც ძალიან გაინტერესებთ ხოლმე აი ჯეჯურობით მე საბოლოო ჟამს კიდე იქნება საერთო ვიდეო კომბინირებული საქმე როგორც ყოველთვის სპილენს სისტემა და აი ეს ბოლოს რაც იყო ნაჩვენები, აი ეს ხო მიმართულება ხო წარმოიდგინეთ, ანუ აი ერთ აქ დაშორება არის 5 მმ რო გაცხელებულზე, უბრალოდ შედუღებულზე მეორე სტიკი შეადუღო ისე, რომ ეს არსებული სტიკი აღარ გაიღოს მეორე. იგივე არათ არის ხო? მაგიტომაცაა საინტერესო გამოწვევა ხო? პრეს სისტემები არის ხო, ეგრეთ წოდებული უჟანგავისას და სპილენსისას, მაგრამ იქ აპარატი აკეთებს ხო თქვენს მაგირავთ ყველაფერს. აი გამოწვევა არის იმისა, რომ ადამიანს აბა ხო, რამდენი ეგრეთ სტიკია, ხო, შედუღება 300, 350, 400 სტიკი არის, პროექტებში არის 500, 600 სტიკი გვაქვს გადასამელი, ხო, შედუღებით, ხო, აპარატით. აი, ასეთი, ხო? აი ეს ხელით გვაქვს და აი ეს, ხო, აი ეს სამი ოპცია არის, აი, პრინციპში ძირითადი კი ბატონო, აი, სამი, ხო, ეგრეთ წოდებული ფლუზი, კალა, შემცველობით აუცილებლად უნდა იყოს დაშვებით, ხო?
დავშვებით ის არის კლასიფიკაციით, რომელიც დაიშვება წყალმარაგებაში, შემცველობა ასე პრინციპში ის შესაბამისია და მაგიტომაც აქ მითითებული ხო, ესე 97 კოპრუმ 3 ხო, თავსებადი არის უბრალოდ და დაშვებული არის წყალმარაგებაშიც გამოყენება. კი ბატონო, გამოყენებული არის შეიძლება დაშვებაც აქვს მინებს წყალმარაგებაში. მაგრამ ეგეცუდებული ფლუზე ამასაც იგივე დაშვება აქვს აუცილებლად კლასიფიკაციას ამასობაში და ნორმებს და სტანდარტებს არასოდეს არ ხმოცდებოდეთ. მაგიტომაც აუცილებელი ხო, ნორმატივები და სტანდარტები და ნორმები, ხო? როტენბერგის არ აქვს მნიშვნელობა 230 გრადუსი. ანუ შედუღების ტემპერატურა. კი ბატონო, ხო, 230 გრადუსი. ესე იგი დაშვება არის 230 გრადუსზე. იწყებს არსებულია ეს ხო, პრინციპში ფლუზი. შედუღებას პროცესს უბრალოდ და იგივე არ არის არსებული მიმართულება, რასაც ქვია, პრიპოი, კავა, ხო, ის იგივე, ხო, 250 გრადუსზე, 250 გრადუსზე უკვე იწყებს დნობას. ამიტომ შესაბამისად ისეთი ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს შერჩეული ამასობაში. სისტემის სადაც 200 გრადუსს მიახლოებელი არ უნდა ქონდეს ამასობაში. ხა და გათხოვის სისტემაში მეგონი 200 გრადუსზე მიახლოებული, რაც ხა არ აგონია ქონდეს, ხო? თუნდაც ჰელიო სისტემაში, ხო? კომბინირებული ვახსენე და ამასობაში ვიხილავთ ხო ყველაფერს, ხო? იქიდან შემოვა, როგორც ყოველთვის კონსულში ჰელიო სისტემის კონტური, საკონტურიანი სისტემა გვაქვს, საინტერესო სისტემაა, ჩვენი ყოველი სისტემა არის. საინტერესო და რა ვიცი, ეს ხო, საუბრობ უნდა ქონეთ кайფი ბჭყალებში კი ბატონო, სიამოვნება. ამით უნდა იღებდეთ სიამოვნებას, ხო? გამოწვევა არის იმისა და აპარატის გარეშე, ხო? ამასობაში შედუღება, დამუშავება და გამოწვევა საკუთარი თავის მიმართ, ხო? ნებისმიერი გადამა ეს არის სანტექნიკის, ხო? ნებისმიერი ჩამოყალიბებული პროფესიონალი, სანტექნიკ პროფესიონალის, კი ბატონო, ასპექტი, მიმართულება და სტატუსი. სტატუსი, ხო? ჩემი კაი გამოთქმა, ერთი წერტილი, ერთი პაღური. ხო, ახლა წარმოიდგინეთ, ხო, რომ გაასხას რა იქნება და რა მოუვა მე მონტაჟეს. ნუ, ჯერჯერობით ასე ისახი და მე ბოლოს როგორც ყოველთვის, საწყის ეტაპი აგერა გვაქვს და საბოლოო სახესაც როგორც ყოველთვის